და რა ვითარება ქალაქში ეგრეთ წოდებული ჭაობის დასახლებაში აქ რამდენიმე სახლის პირველი სართული დაიტბორა. გიორგი წეროძემ გადაიღო დატბორილი ტერიტორია და დეტალებით ახალი ამბების ეთერში ჩაგვერთვება. დღევანდელი წვიმის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა ბაგრატიონის ადმინისტრაცია, ეგრეთ წოდებული ჭაობის დასახლება, აქ დაახლოებით 15-მდე ქუჩაზე სხვადასხვა მონაკვეთია დატბორილი. მე ახლა ვიმყოფები დემეტრე თავდადებულისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების კვეთაში, სადაც დაახლოებით 20-მდე სახლის პირველი სართული წყალმა დაფარა. დღესვე აქ იმყოფებოდა ქალაქ ბათუმის მერის რწმუნებული ბაგრატიონის ადმინისტრაციაში, მისი განცხადებით მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაასურათოს დაზიანებული მონაკვეთები, ასევე ის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც წყალდიდობის შედეგად დაუზარალდათ. შემდეგ ისინი დაწერენ განცხადებას და ქალაქ ბათუმის მერია მათ შეძლების დაგვარად დაეხმარება. ამ დროისთვის აქ წყალი ჯერ ისევ დგას და დაახლოებით მე როგორც უკვე გითხარით 20-მდე სახლის პირველი სართულია დატბორილი.
ვცხოვრობთ აგერ ნაკირავებში, მთელი სახლი დატბორილია, ბავშვები ქუჩაში. რა ვქნათ, სარესხის მანქანა გაგვიფუჭდა, აი უკვე მე-13 ასე, რა წვიმა როგორც წამოვა, ასე დღეში ვარ ჩვენ აქანე, ასე მწვალობთ სულ. პირველ რიგში მე მინდა ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე, ჩვენთვის გასაგებია მათი აღელვება, მათ ყველაფერი და თხოვნა მექნება ყველას მიმართ ერთი, ისინი ვინც დაზარალდნენ, თუ აქვს შესაძლებლობა მოახდინონ და მოახერხონ ამის ყველაფრის დასურათება, კონდეთ მათ თვითონ ის ზარალის ამღწეველი აი ფოტოსურათები, რის საშუალებითაც მერე ქალაქის მერია ალბათ განიხილავს ინდივიდუალურად თითოეული ოჯახზე მიყენებულ ზარალს და შეძლებისდა გვარად როგორც ადრე იმეც ვიტოვებ, რომ ისევ ჩვენი ქალაქის მერიად ჩვენ მოსახლეობას უყურადღებოდ არ დატოვებს. ამ დროისთვის თქვენ როგორც უკვე კადრში ხედავთ, გამოიდარა აღარ წვიმს, თუმცა ბაგრატიონის ადმინისტრაციაში სახანძრო და სამაშველო ბრიგადები მუშაობას აგრძელებენ, მათი განცხადებით წყლის დონის დაწევის შემდეგ ისინი უკვე დაიწყებენ სახლებიდან წყლის ინდივიდუალურ ამოტუმბვას. მადლობა, ეს იყო გიორგი წეროძე. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ლერმონტოვის ქუჩაზეც. დატბორვის გამო მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების გადაადგილება გართულებულია. წყალდიდობას ახლო მდებარე სავაჭრო ობიექტები და მოსახლეობა არ დაუზარალებია. ამ დროისთვის ტერიტორიაზე წყლის დონე იკლებს. უკვე გითხარით უამინდობის გამო მოძრაობა შეზღუდულია ცენტრალურ მაგისტრალზე. რამდენიმე საათია საცობია ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე. სატელეფონო ხაზზეა ჩვენი რეპორტიორი ჯენი კვანტალიანი. ჯენი, შენ რამდენიმე საათია საცობში ხარ. ამ დროისთვის რა ვითარება? ველოდებით ბოლო ინფორმაციას შენგან. დიახეთია, მე ამ დროისთვის ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ვიმყოფები. ამ დროისთვის მიმოსვლა აღდგენილია, თუმცა ბათუმში შემოსასვლელ გვირაბთან მოხდა ინციდენტი, მეწყერმა ავტომობილი მოიყოლა, საბინიროდ დაშავებულები არ არიან. დაახლოებით ჩათნახევრის წინ ბათუმში შემოსასვლელ გვირაბთან, როგორც უკვე გითხარით, მწვანეფერის ოპელის მარკის ავტომობილი გზიდან მოცუდა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავტომობილში ორი მგზავრი იმყოფებოდა. ადგილზე მათ მოახერხეს, რომ ავტომობილიდან გადასულიყვნენ, რა დროსაც მეწყერი ჩამოწვა და მანქანა მოიყოლა მიწის მასამ. ადგილზე უკვე შესაბამისი სამსახურები არიან და ასრულებენ გაწმენდით სამუშაოებს. რამდენიმე საათია შეზღუდულია მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე. შეზღუდვა მეწყრულმა პროცესმა და წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია. ირინა წუწუნავა ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. ირინა, აღდგა თუ არა საავტომობილო მოძრაობა? დიახ, ქეთი, როგორც უკვე ჩვენმა რესპონდენტმა აღნიშნა, საავტომობილო მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე უკვე აღდგენილია. გავრცელებული ინფორმაციით და უკვე დადასტურებულით გამოიწვია მოძრაობის შეფერხება, მანქანების გადაადგილების შეფერხება გამოიწვია წყლის დონის მატება მახინჯაურის ცენტრალურ ნაწილში და ასევე ჩაქვი მახინჯაურის დამაკავშირებელ გვირაბთან ჩამოწოლებმა მეწყერმა, რომელმაც სანიაღურე არხი ჩახერგა. რაც შეეხება ცენტრალური ნაწილის დატბორვას, აქ წყლის დონე დაახლოებით 9 მეტრს აღწევდა, როგორც მახინჯაურში აცხადებენ, ბოლო რამდენი წლის განმავლობაში მსგავსი დატბორვა არ ახსოვთ. მიზეზი გახდა როგორც ჩამდინარე წყლები, ასევე იქ არსებული მდინარის ეგრეთ წოდებული საკალმახეს ადიდება, რომელმაც ჩახერგა სკოლასთან არსებული ხიდი, რის გამოც დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიაც. გასასუფთავებელია სკოლის ეზო და ასევე განვითარდა მცირე მეწყრული პროცესებიც მახინჯაურში, ზედა მახინჯაურში, კონკრეტულად ჯიჯავაძეების ოჯახთან ჩამოწვა მეწყერი. როგორც ხელვაჩაურის გამგებელი აცხადებს, მეწყრული პროცესები, მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა სხვა სოფლებშიც და ამ დროისთვის შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, იქ სადაც განვითარდა მეწყრული პროცესები, იმისთვის რომ არ მოხდეს ჩაკეტვა სოფლების ცენტრთან დამაკავშირებელი გზების.
გამოვიდა, გვაქვს თავისთავად პრობლემები, მაგრამ პატარ-პატარ კატალოგი ხმეთმან უკნას ლაღმეთ, რომ დაგვიფაროს, მე ხაზიმინდა გაუსვა რომ შარშანბელმა კომისიებმა რაც მუნიციპალიტეტში გავატარეთ დამთავრი კედლების ჩამოსვლამ, ბევრი ესე ვთქვათ, სახლი, ბევრი ადგილი გადაგვირჩინა. ეხლა ესეთი პრობლემები გვაქვს იმაში, რა თქმა უნდა, სანაკიძეებში პრობლემები გვაქვს ფერიაში, მახინჯაურში, სამნებაში, ახალჩენში. თუმცა ეს პრობლემები მოგვარებადია და გასულია, მოგეხსენებათ რომ ორი ტრაქტორი გააჩნია მუნიციპალიტეტს და ინტენსიურად შევაუბრს საგზაო დეპარტამენტი ეხმარება გზებს მინდაოთ მათიმალურად რომ სოფელთან და ქალაქთან ასე ვთქვათ დამაკავშირებელი გზები არ ასე ვთქვათ ჩაიხერგოს და არ მოწყდეს ესე თუისტელი ცენტრს ასე რომ ჯერჯერობით არ აგვაქვს ესეთი რთული ვითარება თუმცა არის ეს არალეგალ კადრებს, რომელსაც ჩვენმა მაყურებელმა ეთერით იხილა, ეს არის ის კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელიც მოქალაქეებმა გადაიღეს, ვინაიდან ჩვენ წყალდიდობის გამო, კოკისპირული წვიმის და წყლის დონის მატების გამო ვერ მოვახერხეთ ადგილზე მისვლა. ეხლა ამინდი უკვე გამოსულია და შევეცდებით, რომ კონკრეტულ ადგილებში მივიდეთ, სადაც უფრო მეტი დაზიანებაა, გადავიღოთ და შემდეგ უკვე გამოშვებებში მოგაწოდოთ ინფორმაცია. რაც შეეხება სტიქიას, მაჭარის რეგიონი ცნობილია, რომ ეწყურად საშიში რეგიონია, აქტიური რეგიონი. ასე რომ როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებდა გადაუღებელი წვიმის გამო მოსალოდნელიც იყო რომ რიგი პრობლემები რაიონში შეიქმნებოდა ამიტომ მისი განცხადებით შესაბამისი კომისია 24 საათის განმავლობაში იმუშავებს შექმნილია საგანგებო შტაბიც და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდეს გამგეობას და მიმართოს მას დახმარებისთვის რაც შეეხება მახინჯაურის ცენტრალურ ნაწილს ეს არის ტერიტორია რომელიც ქალაქთან ახლად შემოერთებული ტერიტორია და ფაქტიურად იქ საკომუნიკაციო სისტემა არ არსებობდა არ იყო სანიაღვრე არხები და საკანალიზაციო სისტემა და ამ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაზე ბათუმის მერია ეტაპობრივად ახალი პროექტის წყლის და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში აწარმოებს. ფინალიქის გამო ჩაქვი მახინჯაურის გვირებთან მეწყერი ჩამოწვა ადგილზე მისვლა თამრის დასახლებაში საავტომობილო გზაზე შექმნილი საცობის გამო შეუძლებელია. მოძრაობა შეაჩერეს როგორც მსუბუქმა ავტომანქანებმა, ასევე სატრანზიტო სატვირთო მანქანებმა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მათი თქმით, გზების გაწმენდისთანავე მოძრაობა აღდგება. ერთი 40 წუთია. რავი, პატრულის თანამშრომლები ამბობენ, რომ ავარიაო და არ გვატარებენ. ბენზინში მოუბრუნდი, აგერ და დაუბრუნდით უკან. ჩახერგილი ყოფილა გზები, არ ვიცი. წყალი გადმოსულა, ჩაქვის წყალი. პატარა მდინარეა და